უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ, რა ენერგიებში იქნებით პირადი ფინანსები, ჯანმრთელობა და რჩევა. დავიწყოთ ზოგადი ენერგიების აღწერით ერთი კვირის განმავლობაში. რა ენერგიებში იქნებით? მოკლედ, პირადი გაშლებისთვის არ დაგაუწყეთ მოწეროთ პირადში ტყობინებაში, ვისაც გსურთ და ენერგეტიკული წმენდებისაც შეგიძლიათ პირადში დამიკავშირდეთ. დავიწყოთ ზოგადი ენერგიების აღწერით. კვირა საკმაოდ აქტიური იქნება. შესაძლებელია პირდაპირ გაგებით სადმე გზაზე წასვლა, გადაადგილება გქონდეთ. შესაძლებელია რაღაც სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, არჩევანი გააკეთოთ, დადგეთ და წახვიდეთ და თქვათ, რომ მე აქ აღარ მინდა და რაღაცა რთული საკითხი თუ იყო გადასაწყვეტი წახვიდეთ. იდეაში კვირა კარგი ენერგიებით არის სავსე, აქტიურობა, ბრძოლა, ინიციატივების შემართება და წინსვლა წარმატების შანსები კარგია. მთავარია მიმართულება იცოდეთ, სად მიდიხართ და სწორი გზა, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და მიზნები. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს ერთი კვირის განმავლობაში. შესაძლებელია პიროვნებისგან თუ კონტაქტს ელოდებით, გაიყოს კომუნიკაცია, ან ფლირტის მომენტები, რაღაც ახალი ჩანასახები, მაგრამ ურთიერთობა მაინც დისტანციურია გარკვეულ ასპექტში და სიშორე ჩანს ერთმანეთის მიმართ ურთიერთობაში, თუმცა რაღაც სახის კონტაქტი შედგება. ურთიერთობა ჯერჯერობით არ გადადის სერიოზულ ფაზაში ამ კვირაში, თუ მაგალითად რამე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდებით, რომ თქვენმა პარტნიორმა მიიღოს, გეტყვით, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ეს გადაწყვეტილება, თუ შეხვედრა და რაღაცა ჰარმონიული სიტუაცია გსურთ, შესაძლებელია ზედაპირული ფლირტის მომენტები იყოს პირად ურთიერთობაში. ცოტა მაინც მგონია, რომ რაღაცა დაძაბული უნდობლობის მომენტებიც არის თქვენს პირადში, მაგრამ არ არის რთული და კონფლიქტური ენერგიები არ არის, უფრო ეს შორიდან დისტანცირებული ამბები. რაც შეეხება საქმიან ფინანსურ საკითხებს, საკმაოდ კარგი ენერგიები ამოგდით. შესაძლებელია ხელფასი აიღოთ და უბრალოდ ამიტომ იყოს ესეთი დადებითი ენერგია, ან რაღაცა ცვლილება შემოვიდეს, პოზიტიური რაღაცამ გაგახაროთ, შეიძლება ვიღაცასთან მოლაპარაკება, საქმიან წარმოებას თუ ელოდებით, გქონდეთ ეს საქმიანი სიტუაციები. იდეაში ახალი ციკლი, ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში ფინანსურ საქმიან საკითხებში, ან კარიერაში. შეიძლება სამსახურის ცვლილებებიც კი იყოს, რომ რაღაცა ერთი ეტაპი უნდა დასრულდეს და მე ახალ ეტაპზე გადავიდეთ საკმაოდ წარმატებულად. ვიტყოდი, რომ კვირა თავისი არსით ისეთ პოზიტიურია, რაც შეეხება ჯანმრთელობას. ჯანმრთელობაზე ერთი რასაც ვიტყვი, შესაძლებელია თუ გაწუხებთ რაიმე ქრონიკული ამ კვირაში თავი იჩინოს ესეთმა ქრონიკულმა პრობლემამ და ქრონიკულმა დავაწნევები, მაგალითად რაღაცა, არ ვიცი, ჯანმრთელობაში ახლა უმრავი რამე შეიძლება იყოს, გადაღლა და ენერგიის გახარჯვა იყოს, შეიძლება კიდე ესე უაზროდ ბევრი დაიხარჯოს, ბევრი აქტიურად, ბევრი იმოძრავთ და მე უცებ რესურსი ამოგეწოთ და ვაიმე დავიღალე და დაისვენეთ. ძალიან ბევრი არ დახარჯოთ ენერგია და რესურსი. ვიდეოს დალაიქება, გვერდის გამოწერა არ დაგაუწყეთ. ბედნიერ კვირას გისურვებთ.